გამარჯობათ, მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე და მათ შორის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანი საკითხიც არის დღესდღეობით აქტუალური ჩვენს ქვეყანაში და არა თუმცა ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში. სულ რაღაც 2 დღეში უკვე 9 მაისზე იმებს მთელი მსოფლიო, დიახაც მთელი მსოფლიო, რადგან 1955 წელს 9 მაისს სწორედ საბჭოთა ჯარებმა იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ხელმძღვანელობით მსოფლიო გაანთავისუფლა ფაშიზმისაგან. ფაშიზმი, რომელიც გაბატონებული იყო მთელ მსოფლიოში და ის მთლიანად მოედო ჭირივით მთელს კაცობრიობას. ეს არის რაღაც სასწაული, ეს მოხდა სასწაული, რადგან საბჭოთა კავშირი, რომელიც იყო არსებობდა და სტალინის დროს ყალიბდებოდა ის როგორც ერთ-ერთი უზარმაზარი თანამეგობრობის ქვეყნებად და ის იყო შექმნის პროცესში, ამ დროს მოხდა სწორედ ფაშისტური გერმანიის მიერ თავდასხმა საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე და გადაალახეს საზღვრები. თითქმის ძალიან სწრაფად ელვისებურად მოქმედებდნენ და დაიპყრეს და მივიდნენ მოსკოვამდე, მაგრამ ეს იყო გათვლები და ეს იყო მართლაც სწორი გადაწყვეტილებები სტალინის მხრიდან, რომ სატყვარას სახით გერმანელები მიიყვანა იმ ხაფანგში, რომელნაირ ხაფანგმაც ერთხელ სამუდამოდ დაასამარა და გაანადგურა ფაშისტური იდეოლოგია. ჩვენ საქართველოში, სამართლმადიდებლო საქართველოდან 700,000 კაცი იყო გაწვეული ამ დიდ სამამულო ომში და მათ 700,000-დან 300,000 დაიღუპა. ეს პროცენტულად ყველაზე დიდი არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. დღეს ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის პოლიტოლოგი ბატონი შმაგი ლუსმანაშვილი. მოგესალმებით ბატონო შმაგი. მადლობა რომ მობრძანეთ სტუდიაში. მე დღეს სპეციალურად გადავწყვიტე რომ თქვენ მომეწვიეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ახლოში ხართ ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ უფრო მეტად გესმით ეს ყველაფერი და მე როგორც ვიცი, თქვენ ორგანიზებას უწევთ 9 მაისისთვის, რომ თბილისიდან გორში ჩაიყვანოთ მოქალაქეები და ჩატარდეს იქ ღონისძიება ორგანიზებულად და პატივი მიაგოთ იოსებ ბესარიონზე სტალინის იმ ხსენებას და იმ დიდ დამსახურებას, რაც მან გააკეთა მთელ საბჭოთა კავშირში და მათ შორის რაც მან გაუკეთა საქართველოს. ბატონო შმაგი, აი 2 დღეში უკვე 9 მაისი არის. მე მახსოვს კარგად ჩემს ახალგაზრდობაში თუ როგორი სამზადისი მიდიოდა საქართველოში 9 მაისთან დაკავშირებით. და დიდი და პატარა ყველა ფეხზე იდგა. მათ შორის ჩემი ოჯახიც ემზადებოდა და დღესაც ვემზადებით, იმიტომ რომ ჩემი ოჯახიდან წავიდა სამამულო ომში, დიდ სამამულო ომში ბაბუა, რომელიც აღარ დაბრუნდა. დაიღუპა იქ და ახლა ძალიან ბევრი დაბრუნდა, მაგრამ მის საპატივცემულოდ ვაგის პარკში მივდივართ და იქ ყვავილებით ვენოკებით ამკობთ იმ უცნობი ჯარისკაცის საფლავს, სადაც ჩვენ წარმოადგენაში იქ ჩვენი ბაბუა არის, ჩემი ბაბუა არის. ასე მიგვაჩინა ჩვენ და იმიტომ წაკეთე ეს დიდი მემორიალი და დღეს სამწუხაროდ ეს მემორიალი არ ფუნქციონირებს. მიზეზი ის არის, რომ რეკონსტრუქცია, რემონტი, განახლება, მაგრამ ამდენი წელიწადი ეს რაღაც დაუჯერებელი არის, ხო? სიცხვილე ეს უბრალოდ ხელისუფლებას უნაცხონებს ამისი, რომ ამდენი ხანი ასე დიდ მნიშვნელოვან მემორიალს, რომელზედაც მთელი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეხურებს და იქ მიდის და პატივს მიაგებს და თვითონ ჩვენთანგან ის ბაბუა არის, თითქმის დაიღუპა იმ ომში, ასე დღეს ამ მდგომარეობაში ყავდეს და კონდეს. ბატონო შმაგი, მოდი დღეს ჩვენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის დიდი დამსახურებები სტალინის, ის დიდი გამარჯვება და კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ არ უნდა დავივიწყოთ ეს დღე არასდროს. ეს არის ისტორიული მოვლენა და ეს არის ის მნიშვნელოვანი დღე, რომელმაც მნიშვნელოვან დღემაც დღემდე მოიტანა საქართველო. ნამდვილად გეთანხმებით ბატონო დრისთან, გამარჯობათ. გამარჯობათ პატივსაცემლო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით ყველას და
ამ დიდი დღესასწაულის დიდი გამარჯვების წინ ჩვენ კიდევ ვალდებული ვართ გავიხსენოთ ის ჩვენი დიდი წინაპრების გმირობა, შემართება, ენერგია და მათი მისწრაფება, რომლებიც მათ განახორციელეს 1941-45 წლებში, დიდი გამარჯვების მოტანით და ჩვენ დღეს მათი გამარჯვებით დღეს ჩვენ ცოცხლობთ. საქართველო არის, ჩვენ ვართ და ამიტომ ჩვენი ვალი არის, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პატივი მივაგოთ იმ გმირებს, ყველას, მთელი საქართველოს ყველა ოჯახს შეეხო ეს დიდი ომი, ფაშიზმთან და ნაციზმთან, პირდაპირ თუ ირიბად ყველა ოჯახს შეეხო, ყველა ჩვენი წინაპრების, ჩვენი ბებიების, ბაბუების შემართება, რომლებიც აქ ზურგში დარჩნენ და ის ბებია, რომელიც წინდებს ქსოვდა და ფრონტზე აგზავნიდა, ამასაც დიდი და ის პატარა ბიჭუნა 13-14 წლის რომ იყო და სამხედრო ქარხანაში მუშაობდა და ჭურვებსა და ავტომატებს აწყობდა, იარაღს აწყობდა, ის იმით დაწყებული, ყველანი არიან ამ დიდი გამარჯვების შემოქმედი. გამარჯვება ფაშიზმთან და გამარჯვება ნაციზმთან. ეს ფაშიზმი და ნაციზმი რა იყო, საიდან მოვიდა? ჩვენ ვალდებული ვართ ეს ვიცოდეთ და გავიხსენოთ კიდევ. 1930-იან წლებიდან, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე სტალინმა მთლიანად ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ და ტროცკისების განდევნის შემდეგ ხელისუფლებაში უკვე ერთპიროვნული მმართველი გახდა ტროცკის განდევნით, სტალინმა დაიწყო საბჭოთა კავშირის ეკონომიკური გაძლიერება, რომელიც მიზნად ისახავდა იმას, რომ კაპიტალისტური სამყაროდან ისელოდა ომს, ის ამას ყოველთვის აღნიშნავდა და ამისათვის სახელმწიფო უნდა ყოფილიყო მზად. ამისათვის მან გადაიყვანა შემდეგ მოსკოვში, თბილისიდან ლავრენტი პავლეძე ბერია და ეს ორი დიდი ქართველი ჩაუდგნენ სათავეში სახელმწიფოს შექმნას, გაძლიერებას და მის სათანადო მომზადებად მომავალ დიდ ომში დასავლეთთან. და 1930 წელს, როდესაც დასავლეთი პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ მიხვდნენ, რომ უკვე საბჭოთა კავშირში მათ თავიანთი ბერკეტები დაკარგეს ზემოქმედების საბჭოთა ხელისუფლებაში, ტროცკისტებისა და სხვადასხვა დაჯგუფებების განდევნით, რომლებიც ამერიკელების ინტერესებს წარმოადგენდნენ პირდაპირ საბჭოთა კავშირში, მოსკოვში, კრემლში და სტალინის ერთპიროვნული ლიდერად გახდომის შემდეგ ისინი მიხვდნენ, რომ უკვე სახელმწიფოში მათ შინაგანი ბერკეტები საბჭოთა კავშირში მათ დაკარგეს და ამისათვის მათმა დაიწყეს საომარი მოქმედებებით საბჭოთა კავშირის დამარცხებას, ასეთი განიზრახეს. ამისათვის მათ ამოიჩინეს გერმანია, რომელიც იყო პირველი მსოფლიო ომიდან მთლიანად განადგურებული, გაპარტახებული, სხვადასხვა კონტრიბუციებით შეზღუდული და მათ დაიწყეს გერმანიაში რევანშიზმის იდეითა და ნაციზმისა და ფაშიზმის აღორძინებით მათ გადაწყვიტეს შეექმნათ მთლიანად დასავლეთ ევროპაში, ესე იგი იდეოლოგიური, ესე იგი როგორც იტყვიან, მუშტი, რომელიც შემდეგ მთლიანად ევროპელები, დასავლეთ ევროპის ხალხი, მისი არმიები წამოვიდნენ საბჭოთა კავშირის სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ამისათვის მათ მოიყვანეს ჰიტლერი ხელისუფლებაში, გერმანიის კანონიერი პრეზიდენტი ჰინდენბურგი გადააყენეს და როგორც ვიცით, ჰიტლერიც არ იყო თვითონ გერმანელი წარმოშობით. გერმანელი არ იყო. ხო, ავსტრიელი იყო, რა. ავსტრიელი იყო და არ იყო, ეროვნებით გერმანელი არ იყო. დიახ, ამას აღნიშნავენ. და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჰიტლერი შექმნეს დასავლეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიალისტებმა შექმნეს ჰიტლერი, გერმანიას მისცეს ძალიან დიდი რესურსები, გამოუყვეს საკრედიტო, ესე იგი ფინანსები მილიონობით გამოუყვეს, ასეული მილიონობით გამოუყვეს გერმანიას, მთელი, ესე იგი, რომელიც ემსახურებოდა გერმანიის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის აღორძინებას. ამისათვის ამერიკის კომპანიები
დიდი ცნობილი სამხედრო კომპანიები, საავიაციო კომპანიები, ესე იგი ჩამოვიდნენ გერმანიაში და დაიწყეს იქ თავიანთი ქარხნების მშენებლობა, მრეწველობის განვითარება, სამხედრო მრეწველობის განვითარება. და მთლიანად მთელი ეს რესურსები, რომელიც გააჩნდა დასავლეთ, მთელი რესურსები ჩადეს გერმანიის ეკონომიკაში, რომ ის გაძლიერებულიყო და ესე იგი სათანადოდ მომზადებულიყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში. ამისათვის მათ მთლიანად ჩვენ ვიცით რომ 1929 ჰიტლერმა მოახდინა მობილიზება, ამისათვის ჰიტლერმა ის იყო ძალიან დიდი ორატორი, მთელი დიდი ცნობილი გერმანელები, ჩვენ ვიცით გერმანელი ხალხი არის ძალიან დიდი დისციპლინირებული, პროფესიონალიზმით არიან გამშვალული, პედანტები არიან და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან შრომისმოყვარე ხალხი და დადი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას, უბრალო გერმანელი ხალხი. და ამ გერმანელ ხალხმა მთლიანად აი ამ რევანშიზმის იდეებით და ნაციზმის იდეებით შეპყრობილმა დამუშავებულებმა, იდეოლოგიურად დამუშავებულმა მოსახლეობამ, რომელსაც ამ იდეოლოგიურობას მთლიანად მეთაურობდა გებელსი, იდეოლოგიურ ხაზს მიმართულებას და რომელიც გერმანელი უბრალო მშრომელი ხალხი დარაზმა რევანშიზმისა და ფაშიზმის იდეებით, ნაციზმის იდეებით. ნაციზმი არის იდეის მთავარი ესე იგი ხაზი არის გერმანული არიული რასის უპირატესობა სხვადასხვა სხვა რასებზე. ეს არის და ამიტომ გერმანიას უნდა ეკუთვნოდეს გერმანელ ერს, არიულ რასას უნდა ეკუთვნოდეს ყველაფერი მსოფლიოში, დანარჩენი უნდა იყოს მათი მოსამსახურე. აი ასეთი არის მოკლე, ესე იგი ხაზი, მოკლე იდეოლოგიური წითელი ხაზი, რითაც ესე იგი ნაციზმი ხასიათდება. და ამას გერმანელი ხალხი ამას ჩაუდგა სათავეში ჰიტლერის მეთაურობით და მთლიანად 10 წლის განმავლობაში მოახდინეს გერმანიის მთლიანად შეიარაღება მაშინდელი თანამედროვე დონით და უკვე მთელი დასავლეთ გერმანიის, ევროპის ხალხები უკვე მომზადებული იყვნენ, რომ გერმანიას ისინი დაეპყრო და ხელში შეაგდო უკვე მარტო გერმანიის კი არა, მთელი ევროპის რესურსები, სამხედრო რესურსები, ესე იგი სასარგებლო წიაღისეული ბუნებრივი რესურსები და რასაკვირველია ადამიანური რესურსები. და ამისათვის 1939 წელს მან დაიწყო პოლონეთში ომი, პოლონეთის შეჭრისაგან ომი და ჩვენ ვიცით რომ მაშინ სტალინმა გააკეთა ისე რომ მანამდე იოსებ ვისარიონოვიჩ სტალინის მეთაურობით საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა გასწია ჰიტლერთან, იცოდა რა მათი მომზადება და მათი მზაკრული სტრატეგიული გეგმები, საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინის მეთაურობით დიდი მუშაობა გასწია იმისათვის რომ ჰიტლერთან დაემყარებინათ ურთიერთობა და შესაბამისი ხელშეკრულების დადებით, რომელიც 1939 წელს მათ დადეს ჰიტლერთან, ესე იგი თავდაუსხმელობის შესახებ, რომელმაც რამდენიმე წლით ესე იგი გადასწია ომით, ამით დრო მოიგო სტალინმა, საბჭოთა ხალხმა დრო მოიგო, რომ უფრო კარგად მომზადებულიყვნენ. აპატიეთ შეგაწყვეტინებთ და 1951 წელს, როდესაც მოსკოვში ჩატარდა წითელ მოედანზე საპირველმა ის პარადი, გერმანელების წარმომადგენლების ესწრებოდნენ ამ პარადს. ეს იყო ლვოვში. არა, მოსკოვში. 51 წელს. 39 წელს. ისა. დი, რა თქმა უნდა, მანამდე, რა თქმა უნდა, 41 წლამდე, რასაკვირველია, საბჭოთა ხელისუფლებამ ის კიდევ ვიმეორებ. იცოდა რა დასავლეთის იმპერიალიზმისა და გერმანიის გეგმები. ძალიან დიპლომატიურად ჩაუდგეს სათავეში ესე იგი სტალინი და ბერია, რომლებმაც დაიწყეს მათ ესე იგი მოწინააღმდეგის წინაშე დიპლომატიური თამაში. კი ბატონო. არის აგრეთვე ასეთი ფაქტები ამბობენ, გასაიდუმლებულია ვითომ ჭორის დონეზე, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ეს არის მართალი, რომ ბიჭვინთაში მოხდა სტალინისა და ჰიტლერის შეხვედრა წყალქვეშა ნავით, ის ჩამოვიდა ესე იგი ბიჭვინთაში, სადაც ჰიტლერმა და ბერიამ ის დაამუშავეს შესანიშნავად და სტალინმა და ბერიამ ისინი შეხვდნენ აქ და ესე იგი ეცადნენ მათთან საერთო ენის გამონახვა, რომ ესე იგი ეს ადამიანი, ეს მათი დასავლეთის მიერ დაყენებული პიროვნება გადმოიბირებინათ ან მათ სასარგებლოდ ემუშავათ ერთად, რასაც მათ განსაზღვრულად მიაღწიეთ. ბიჭვინთაში ვიზიტი კი არა, ასეთი საიდუმლოდ შემოსვლა წყალქვეშა ნავით, იქ შესაბამისი საუბრები, შემდგომ ბერიას ჩასვლა გერმანიაში
მან გოეთე წაიკითხა გერმანულად. იქაურ მთელი დიპლომატიური ატაშე და ვეფხისტყაოსანი გაუჩაუტანა მაშინ და ქართული ხამარ-ხანჯალი აჩუქა ჰიტლერს და მთელი გერმანელები აღთოვანებული იყვნენ გოეთეს ფაუსტი რომ გერმანულად წაუკითხა მოუყვა ბერიამ, ლავრენტი ბერიამ და ძალიან დიდი ფურორი მოახდინა აი ამით და ესე იგი ჩვენმა ხელმძღვანელობამ პრევენციული ზომები მიიღო დიპლომატიური ზომები სპეციალური ზომები განახორციელეს რომ რამენაირად ჰიტლერი გამოეყენებოდა თავის სასარგებლოდ ან იმის მიხედვით რომ დრო მოეგოთ და რაც შეიძლება დროში გაწელილიყო რომ ჩვენ საბჭოთა ესე იგი მრეწველობა საბჭოთა ეკონომიკა შესაბამისად და სამხედრო სფერო შესაბამისად მომზადებული იყო. რაც ასე თუ ისე მათ მიაღწიეს. როდესაც ჩვენ ამ შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა დაგვაწყო მიუნხენის შეთანხმება. მიუნხენის შეთანხმება, რომელიც 1938 წელს მოხდა, ეს იყო დასავლეთის მთლიანად გარიგება. როდესაც ჰიტლერმა მოითხოვა ჩეხეთის სუდეტის ოლქის ანექსია, მას დასავლეთმა მისცეს მთლიანად და ჩეხეთის მთლიანი სამხედრო მრეწველობა ძალიან განვითარებული იყო და შკოდის სამხედრო ქარხნები ძალიან უძლიერესი მაშინდელი გადაეცა გერმანიას და ეს დასავლეთის სახელმწიფოება ინგლისმა საფრანგეთმა ამერიკის შეერთებული შტატებმა ეს გადასცეს სუდეტის ოლქი უკვე ამით იყო ესე იგი უკვე მინიშნება რომ ჰიტლერს აძლიერებენ დასავლეთი და ამის შემდეგ საბჭოთა დიპლომატიამ სტალინის მითითებით ძალიან დიდი მუშაობა გასწია იმისათვის რომ მათაც ემუშავათ ჰიტლერთან გერმანიის სამხედრო ხელისუფლებასთან და შესაბამისი დივიდენდები მიიღოთ აქედან და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ასეთ ქმედებებმა თავდაუსახულის ხელშეკრულებამ რომელიც მათ განახორციელეს ძალიან დიდი ჩვენ სიცოცხლე მომავალ ომში შეგვინარჩუნა ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ყველა ქმედებების არს იმაში გამომდინარეობს ესე იგი ჰიტლერთან დამეგობრება ეგრეთ წოდებული დამეგობრება და მათთან ერთად ეგრეთ წოდებული ალიანსის ჩამოყალიბების მცდელობა ეს იყო იმისათვის რომ რაც შეიძლება ომი დაწყებულიყო გვიან თუ ადრე დაიწყებოდა მეტი საბჭოთა მოსახლეობის ესე იგი სიცოცხლე შედარჩუნდებოდა სტალინმა იცოდა რომ ომი დაიწყებოდა მაგრამ დროს აწელინებდა ხელოვნურად რომ ის მომზადებული იყო ამისთვის დიახ რა თქმა უნდა ჰიტლერთან მუშაობა ჩაატარეს სპეციალური ამ ურმანდინმა ბუმბერაზმა ქართველმა და რომელიც უკვე ჰიტლერი ნელ-ნელა უკვე შეაჩერა უკვე ჰიტლერის თავისი ესე იგი დაათქმული ომის დაწყება. ამას რა თქმა უნდა ჩვენ მოვიგეთ ბევრი მილიონობით სიცოცხლე გამით გადარჩენილი და ასე შემდეგ ჩვენ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგრამ 1950 წელს 40 წელში თავარი ფაქტი ახლა ჩვენი ანტისტალინისტები და ჩვენი ესე იგი დემაგოგები და პროპაგანდისტები ავრცელებენ ხმას იმას მე მინდა ბალტიისპირეთის საკითხს მინდა შევეხო ორი სიტყვით პატივცემულო ქართველებო 1940 წლის ივნისში ჰიტლერმა მოახდინა გერმანელები შევიდნენ პარიზში და 4 დღის შემდეგ სტალინმა მოახდინა ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ანექსია. ეს იყო ეს რატომ გაკეთდა? ბალტიისპირეთში რატომ შევიდა საბჭოთა ჯარის ნაწილები და რატომ გასაბჭოვდა ეს სამი რესპუბლიკა? იმიტომ რომ მანამდე ეს რესპუბლიკები იყვნენ გერმანელების საპარპაშო ადგილი, გერმანელების იყო ეს დიდი ბოსტანი როგორც ასე ვთქვათ, ადგილობრივი მოსახლეობა იყო გერმანელების მოჯამაგირეები და მთლიანად იყო გერმანელების ფორპოსტი საბჭოთა ესე იგი გერმანელების კოლონია იყო. და რა თქმა უნდა კოლონია იქ არ არსებობდა არც მათი სახელმწიფოები და არც არაფერი იყო გერმანელების კოლონია და მათი პლაცდარმი მომავალ ომში იყო ძალიან დიდი პლაცდარმი ლენინგრადთან ახლოს და იქ წარმოგიდგენიათ არა გეოპოლიტიკური რუკა და ამიტომ როდესაც უკვე ჰიტლერმა ესე იგი საფრანგები დანებდნენ 40 დღე მე მგონი მიდიოდა ბრძოლები, როდესაც პარიზში ისინი შევიდნენ საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინმა მიიღო გადაწყვეტილება რომ სასწრაფოდ ამ პლაცდარმის განადგურება, გერმანელების პლაცდარმის განადგურება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, რაც მათ განახორციელეს. და ამიტომ ამ განხორციელების შემდეგ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა საბჭოთა რესპუბლიკამ ომის გამარჯვების შემდეგ მიიღეს ძალიან დიდი ტერიტორიები. მათი ვილნიუსი საერთოდ არ იყო დედაქალაქი, იყო ბელარუსის შემადგენლობაში. მიიღეს დიდი ტერიტორიები,
დიდი აღმშენებლობითა და დიდი საბჭოთა განვითარების და ეკონომიკა და მის შემდეგ განვითარდნენ ბალტიისპირეთის რესპუბლიკა როგორც სახელმწიფოები, მანამდე მათ სახელმწიფოებს საერთოდ არ ქონიათ არც ესტონეთს, არც ლიტვას, არც ლატვიას. და ამიტომ სტალინის დამსახურებით შეიქმნა ეს სახელმწიფოები, რომლის შექმნა მოიტანა აი ამ გეოპოლიტიკურ ფაქტორამ, რომ საფრანგეთის აღების შემდეგ უკვე გერმანიას უკვე აგერ ქონდა ესე იგი გეოპოლიტიკური პლაცდარმი რუსეთის და საბჭოთა კავშირის სიღრმეში. და ამას მოყვა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი პროპაგანდისტები და ჩვენი ისინი ამას არ ამბობენ. ამბობენ, რომ ძალით დაესხა დიქტატორი სტალინი ბალტიისპირეთს, თავისუფლების მოყვარე ბალტიისპირეთის ხალხი დაიმონა, აი ასეთ ზღაპარს უყვებიან, რომელიც ბატონო შმაგი, ის რა არის ახლა ჩვენ თუ ახლა ხედავთ, მოდით ახლა ასე ვთქვათ, ნუ ახლა სტალინმა და ბერიამ რომ უზარმაზარი წვლილი შეიტანეს და სტალინმა და ბერიამ რომ ფაქტიურად შექმნეს დიდი რუსეთის იმპერია, ეს ამას ვერავინ ვერ შეგვედაება, ვერავინ აბსოლუტურად. თავად რუსი ხალხიც კი აღიარებს ამას და დღეს რუსი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიან დღეს უკვე მიხვდნენ იმას, რომ მისი როლი რა იყო და რა მისი დამსახურება ყოფილა, თუმე ის რასაც დღეს რუსეთი უძლებს იმ შემოტევებს, სტალინის დამსახურება ყოფილა და ამიტომ არის რომ დღეს უკვე რუსეთმა გამოიფხიკა ყურები ხრუშჩოვის მიერ განადგურებული და ხრუშჩოვის მიერ მიწასთან გასწორებული სტალინის თელი ეს დამსახურებები და საქმიანობები და თელი ეს დამსახურებები და თელი ეს მოქმედებები ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ უკვე ისინი აცოცხლებენ ამას ყველაფერს, ხო? იქ დაიწყეს აქტიურად უკვე სტალინის მემორიალების გახსნა დაიწყეს. იქ იმაში სტალინგრადი, რომელიც ერთქვა ქალაქ გადაარქვეს და ვოლგოგრადს ეხლა და იქ აეროპორტი დაარქვეს სტალინგრადი. შემდგომ ეხლა იქ მოსახლეობის სურვილი გამოჩნდა, რომ თვითონ ქალაქსაც სტალინგრადი დაერქვეს და დიახ, რა თქმა უნდა, უკვე საღად აზროვნებენ. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ გახდა იქ სტალინის სახელობის მეტრო, სადაც მეტროში მემორიალი გახსნეს სტალინის, ხო? განსაკუთრებით გამორჩეულად არის კრემლის მასთან პირდაპირ ასე ჩამწკრივებული პირველი პირების მემორიალებთან სტალინის საფლავი თუ როგორ არის ყოველდღიურად სავსე ყვავილებით და ვიდიან და პატივს მიაგებენ. ეს ყველაფერი აქტიურად რუსეთში დაიწყო, მაგრამ აქ რა ხდება საქართველოში ბატონო? ძალიან სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ დასავლეთმა ჩვენთან გაიმარჯვა სპეცოპერაციით 1991 წელს და ის საბჭოთა კავშირი დაშალეს, სტალინის და ბერია ორი დიდი ქართლის მიერ აშენებული ამხელა იმპერია, ამხელა სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ინტერნაციონალიზმზე, მეგობრობაზე, ძმობაზე და ერთიანობაზე, ეს ყველაფერი დაშალეს და სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის ტერიტორია და ის სხვა აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიები, რომლებიც იყვნენ საბჭოთა თანამედროვე სისტემაში და სტალინის მიერ იქნა შექმნილი. ეს სახელმწიფოები ფაქტიურად გადაიქცნენ კოლონიებად, საძარცს დასავლეთის საძარცს კოლონიებად გადაიქცნენ და მოახდინეს ამათ დასავლეთის პროპაგანდამ ძალიან კარგად იმუშავა და მოახდინეს წარსულის დემონიზაცია მოახდინეს სტალინის სახელის დემონიზაცია, ბერიას სახელის დემონიზაცია, იმ დიდი ჩვენი წინაპრების დემონიზაცია მოახდინეს და ახალგაზრდა თაობის შეგნებაში, უკვე ცნობიერებაში მთლიანად ამოშალეს ეს საბჭოთა კავშირი. და ამიტომ ჩვენ მივიღეთ ის ძალიან დიდი სავალალო, ეს რუსეთშიც ასე იყო, მაგრამ თქვენი აღნიშნული ფაქტები იმას ნიშნავს, რომ უკვე კრემლში მიხვდნენ, რომ საიდან მოდის დიდი საფრთხე, რაში მდგომარეობს ეს საფრთხე და ამიტომ პირველ რიგში საფრთხე იმაშია, რომ ეს არის მეტაფიზიკის კანონი. თუ წარსულის შენ ვიწყებ, აუცილებლად შენ მომავალი დაგამარცხებს. შენ მომავალი არ გექნება, მით უმეტეს იმის იმედით, ილუზორული იმედით, რომ მე წარსულს ვაგინებ და ვლანძღავ და მას მთლიანად ამოშლი ცნობიერებიდან, ხალხის ცნობიერებიდან, საზოგადო ცნობიერებიდან, იმის იმედით, რომ ხვალ მე უკეთესად ვიცხოვრებ, ეს არის დიდი ილუზია, ეს ასე არ იქნება. და ამიტომ მთელი განგება, მთელი ძალები, ღმერთი და მთელი მსოფლიოს ძალები, მეტაფიზიკური ძალები დაგჯიან ისეთ საჯელებს დაგაყრიან თავზე, რომ რაც კი არსებობს სამყაროში.
და ამას უკვე მიხვდნენ მოსკოვში, კრემლში და ელცინის 10 წლიანი მფარველობა, ესე იგი მმართველობის დროს, რომელიც ფაქტიურად იყო ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, მაშინდელი კრემლის ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფილიალი იყო ფაქტიურად კრემლი. და ისინი მართავდნენ პროცესებს, რაც მოხდა მაშინ საბჭოთა კავშირში ყოფილ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში, მათ შორის საქართველოშიც რასაკვირველია, ყველაფერი ეს იმართებოდა ამერიკის მხრიდან, ამერიკელებისგან და ამიტომ მოსკოვი ამას წინააღმდგა და პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2000 წელს უკვე ნელ-ნელა დაიწყეს ამ კოლონიაზმთან თავის დაძვრენა. და ეს თავის დაძვრენის პროცესი პირველი მანიშნებელი იყო ეს ეგრეთ წოდებული 0808, როდესაც საქართველოში მათ განახორციელეს პრევენციული ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასმული ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილის სახით, როდესაც მათ განახორციელეს პრევენციული ღონისძიება თავიანთი უსაფრთხოების პრევენცირების მიზნით დაიკავეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რითაც საქართველოს ჩაუკეტეს გზა ნატოს შესვლის შესახებ, ნატოს შესვლას და ამიტომ აი აქედან უკვე იწყება ნელ-ნელა რუსების და მოსკოვის კოლონიალიზმ, ამერიკის კოლონიალიზმთან თავის დაძვრენა, უკვე აქედან დაიწყეს. აი 22 წელს, შემდეგ 14 წელს ყირიმის ეპოპეა და 22 წელს ახლა ომი უკრაინაში, აი ეს ამის მაჩვენებელი არის. სხვათა შორის მინდა თქვენ რომ ახსენეთ ერთი გამახსენდა სტუდენტობის დროიდან პოლიტოლოგიას მასწავლიდა ერთი მასა დონეცკის უნივერსიტეტში. და ის მეუბნებოდა, როცა ასეთ ცალკე ხდებოდით, ამერიკელებმა დიდი შეცდომა დაუშვესო. მეორე მსოფლიო რა შეცდომა მეთქი და როდესაც მთავარი ფსონი დადასო გერმანელებზეო, ჰიტლერზეო. გერმანელებიო წააგებდნენ ამას ეს ასე იყო ცნობილია. აი უკრაინელებზე რომ დაედოთო მაშინო ჩვენო გავიმარჯვებდითო. უკრაინელი ნაციონალისტი იყო ფილომირეს კაცი. მე პოლიტოლოგიას რომ ასწავლდა ლექტორი. დოცენტი იყო. ხო და უკრაინელებზე რომ დაედოთ ფსონი მაშინო ჩვენ გავიმარჯვებდით რუსებს დავამარცხებდით. მე ვთქვი ეს როგორ შეიძლებოდა მეთქი გერმანელები განდევნეს 1920 წელს მე ვთქვი კევიდან მეთქი. საბჭოთა ხელისუფლებამ განდევნა როგორ შეიძლებოდა არა ამ ფსონი რომ დაედოთო მაშინ უკრაინელებზეო ჩვენო ესე იგი დასავლეთი გაიმარჯვებდაო ესე იგი მთელი აი ეს მითხრა მაშინ ეს იყო სადღაც 1991 წელს. ხო და ახლა ხო და აი ახლა ფსონი როგორ ხედე მე შემდეგ პროცესები ისე წავიდა მართლა უკრაინა საბჭოთა უკრაინა და საბჭოთა უკრაინელები მთლიანად ესე იგი შეუტრიალეს მათ თავისი გონება და ამიტომ მინდა მოგახსენოთ რომ დიდი პროპაგანდის და დიდი სახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად უკრაინაში ესე იგი ორი მოძმე ხალხი, ორი ძმები ერთმანეთს დააჯახეს, გადაამტერეს ერთმანეთს გადაამტერეს და მე მივიღეთ ის დიდი სავალალო მდგომარეობა ამ ხელა უკრაინის განვითარებული სახელმწიფო თანამედროვე ფაშიზმია და დანერგეს იქ ფაშისტური იდეოლოგია, იქაური ნაცისტების მიმდევრებმა, ნაშიერებმა, სამომავლებმა დანერგეს უკრაინაში ეს ფაშისტური იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს მათი ესე იგი და ნაცისტური იდეოლოგია დანერგეს და მოსახლეობას, უბრალო მოსახლეობის ცნობიერება, საზოგადო ცნობიერება შეატრიალეს. ეხლა რა არის თქვენ იქაური ისინი ახსენეთ, ნაცისტები და ფაშისტები ახსენეთ და დღეს ფაქტიურად ევროპას ვინც მართავს, ევროპის ქვეყნების სათავეში ვინც დგას, ისინი არიან სულ ყველანი იმ ფაშისტების შვილიშვილები, რომელი ფაშისტებიც იყვნენ ამ ორმა ქართველმა დაამარცხა მაშინ. კი ბატონო, ამ ორმა ქართველმა რომელმაც დაამარცხა. ხო, ეს ფაშისტები იმათი შვილიშვილები აგერ ხა პოლონეთის პრემიერი მისი ბაბუა ხო გერმანიის ის რა ქვია კანცლერი ევროკავშირის ეს არის კომისარი თელი ეს უყურა ევროპის ელიტა ეს წარმოადგენს მათი ელიტა პოლიტიკური ელიტა დღეს არის ფაშისტების შვილიშვილები არიან იდეოლოგიური მიმდევრები არიან კიდევ შვილიშვილები არიან შვილიშვილები და ამიტომ ისინი კიდევ ცდილობენ ესე გააჩაღონ დიდი ომი, როგორც მაშინ გააჩაღეს 1939 წელს მეორე მსოფლიო ომი, ახლა ცდილობენ რომ გააჩაღონ ეს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ესე იგი, იმიტომ რომ რატომ არის ეს ასე? იმიტომ რომ რუსეთი ყოველთვის რუსეთის დიდი ტერიტორია
დღევანდელ მსოფლიოში ვიცით რომ რესურსებისათვის მიდის ბრძოლა, ბუნებრივი რესურსებისათვის, სასარგებლო წიაღისეულისათვის მიდის ბრძოლა, რომელიც შეფუთული არის სხვადასხვა იდეოლოგიებით, სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრებებით და სხვადასხვა ეგრეთ წოდებული თავისუფლების, დემოკრატიისა და ასე ეს ამით არის ეს ყველაფერი შეფუთული, რომელსაც ჩვენ თუ გადავხედავთ ბოლო 20 წელია, 10 წელია ჩვენ ხედავთ რომ ესე იგი თავისუფლების დამყარების საბაბით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა როგორ მოახდინა ამ აყვავებული ქვეყნების ანექსია, როგორ ჩაიგდო ის სახელმწიფოები ხელში და როგორ დანერგა იქ ქაოსი, როგორ შეიტანა იქ ქაოსი და უბედურება, უამრავი სისხლის ყრები, ხალხის ესე იგი ხალხის ჟლეტა და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდა დაუბრუნდე ისევ სტალინისა და ბერიას ქმედებებს. მეორე ესე იგი ომის დაწყებისთანავე საბჭოთა ხელისუფლებამ სტალინის ხელმძღვანელობით დასახა გამარჯვების გეგმა, დარაზმა საბჭოთა ხალხი, ინტერნაციონალური ხალხი, საბჭოთა კავშირის მოსახლეობა დარაზმა ერთ იდეოლოგიურ მუშტად შეკრა და მთელი საბჭოთა მოსახლეობა ერთი მუშტით შეკრული იდეოლოგიურად მდგრადად გააკეთეს ბერიამ და სტალინმა და ბერიამ და საბჭოთა ხალხმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია მთელი დასავლეთის მიერ მომზადებულ არმადას, მთლიანად დასავლეთ ევროპის მომზადებულ არმადას, საბჭოთა რომელიც პირველ რიგში ჩვენ ჯერ ბოლომდე არ იყო მომზადებული საბჭოთა არმია. ხანდახან ისეთი ბატალიონები ერთ ბატალიონზე, ერთ როტაზე 2-3 ავტომატი იყო. 41 წელში ეს ცნობილი ფაქტებია. მაგრამ მიუხედავად ამისა, სტალინმა და ბერიამ ამ ორმა დიდმა ბუმბერაზმა ქართველმა დარაზმა მთელი საბჭოთა ხალხი დააყენა ის თავი მაგარ იდეოლოგიურ დონეზე, რომელსაც უკვე ვერაფერი ვერ შეუქმნეს ვერმახტმა, გერმანიის სამხედრო მაშინამ და დასავლეთის სამხედრო მანქანამ ვერაფერი ვერ უქმნა და 44 წლის შემდეგ 1945 წლის 9 მაისს ეგოროვმა და კანთარიამ ქართველმა აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. გერმანიის ფაშიზმი და ნაციზმი იქნა განადგურებული და გერმანიის ეს მთელი გერმანია გაიყო შუაში და შემდეგ მე მინდა აღვნიშნო რომ ამ ომის დაწყების შემდეგ გუშინდელი მოწინააღმდეგეები ამერიკის შეერთებული შტატები და ინგლისელები სტალინმა უკვე მოკავშირეებს გაიხადა. როგორც ახლა ჩვენ ხედავთ, აი ტრამპმა შეხედა რომ უკრაინაში არაფერი არ არის და უკვე გადაუდგა და ის ებრძვის ახლა ევროპას. იგივე მეორდება, ნახეთ, ის ებრძვის ახლა ევროპას და მაშინ იმ დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნეს ჰიტლერი, რომელსაც დააწყებიეს ომი და დაამხედრეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, გამოუშვეს, როდესაც შეხედეს რომ ფაქტიურად ვერაფერი ვერ გააკეთეს, უკვე და არიან ძალიან თულ მდგომარეობაში, გახდნენ სტალინის მოკავშირეები. ახლაც იგივე გააკეთეს ამერიკელებმა წააქეძეს ეს უკრაინელები დააწყებიეს ომი 30 წელი ამზადებდნენ პლაცდარმი უკრაინას რუსების წინააღმდეგ დააწყებიეს ომი დაინახეს რომ აქაც არაფერი არ გამოდის და უკვე ჩაეხსნენ და უკვე ნელ-ნელა მოკავშირეებთან რუსეთის უკვე ზოგიერთი ამბობს რომ პუტინი და ტრამპი ერთად ებრძვიან ევროპელებსა და ამერიკელებს იმაზე უკრაინას ეს ერთი ახლა მეორე ბატონო აი მაშინდელი ფაქტორი მე მინდა და აი მის შემდეგ მათმა მიერ მომზადებულმა ესე იგი სტალინის მიერ მომზადებულმა მსოფლიო დიდი გადანაწილებისა და მის შემდეგ ამ მეორე მსოფლიოების დამთავრების შემდეგ ესე იგი გეოპოლიტიკურად ახლებურად გადაწყობილმა მსოფლიომ იარსება 50 წელი და 1991 წლამდე და მის მიერ შექმნილი მსოფლიო იყო მშვიდობაში, იყო აღშენებულობაში, მიუხედავად პატარ-პატარა ომებისა, იქ კორეის და ვიეტნამის ეს რაღაც პატარაების, რომელიც შეიძლება არ ჩავთვალოთ არაფრა, მთელი მსოფლიო იყო მშვიდობიანობის დროს. მშვიდობიანობის ეპოქაში შევიდა, როდესაც სტალინმა თავისი, ესე იგი, გეოპოლიტიკური წესრიგი ჩამოაყალიბა მსოფლიოში. მაგრამ სამწუხაროდ ეს იქნა დაშლილი და ჩვენც ახლა საქართველოში ისეთ იმაში ვართ, რომ მთელი ჩვენი ესე იგი დამოუკიდებელი საქართველოს იდეოლოგიური მისწრაფებები რაც ჩვენ გქონდა 90 წლის მანძილზე რაც გვაქვს ეს აღმოჩნდა ყველაფერი ბლეფი ჩვენ არც ნატოში მიგვიღებენ არც ევროკავშირში მიგვიღებენ უკვე გაჟღერდა და ამიტომ მაგრამ აქ წინ ხდება უკვე ის დიდი რუსოფობიური ესე იგი და ანტირუსეთული ისტერია რომელიც საქართველოსია თავს მოხმეული და გაჩაღებული ამიტომ თქვენ საქართველოს
საქართველოს შეეხეთ და საქართველოს უკვე გინდათ რომ საქართველოსთან მიმართებაში უთხრათ ჩვენს მაყურებლებს თუ რა დამსახურება აქვს სტალინის და ბერიას საქართველოსთან მიმართებაში ეს ბევრმა არ იცის ბევრს ვერ წარმოუდგენია და რა მოუტანა სტალინმა და ბერიამ საქართველოს ძალიან დიდი მუშაობა არის გაკეთებული მის შესახებ რომ სტალინი ქართველების წინაშე სტალინის სახელი იყოს დემონიზირებული და ვრცელდება ძალიან დიდი შრომები ესე იგი საინფორმაციო ქსელებში გამოდიან გამსახურებული ადამიანები რომლებიც სტალინს ესე იგი აძაგებენ და ის იყო რაღაცა საბჭოთა დიქტატორი, საბჭოთა ტირანია და საქართველოსთვის მას არაფერი არ გაუკეთებიაო. მე მინდა მოგახსენოთ, კი არ მოგახსენოთ, შეგახსენოთ პატრიოტებულო ტელემაყურებლებო, რომ ის ჩვენი კულტურული ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ახლა ვამაყობთ, ეს არის ჩვენი მეცნიერება, კულტურა, ცეკვა, პოლიფონია, სიმღერები, რომლებიც ჩვენთვის ახლა არის საამაყო, ეს ყველაფერი ამის ყველაფერი სისტემატიზირება მოხდა სტალინის ბრძანებით. მარტო ის რა დღის რომ სტალინმა 1936 წელს 1936 წელს მთელ მსოფლიოს აზეიმა შოთა რუსთაველის დაბადების 750 წელი. 750 წელი. მაშინ როდესაც საერთოდ ქართველებმაც არ იცოდნენ ვეფხისტყაოსანი რა იყო. წარმოგიდგენთ. და მე სოფლიოს გააცნო. სოფლიოს გააცნო. მისი ბრძანებით იქნა გადათარგმნილი სოფლიოს ყველა უმრავლეს ენებზე იქნა ვეფხისტყაოსანი გადათარგმნილი. მათ შორის რუსულ ენაზე. რუსულ ენაზე. პირველ რიგში რუსულ ენაზე რა თქმა უნდა. შალვან უცუბიძეს გადაათარგმნია, რა თქმა უნდა. მაგრამ გადაათარგმნეს გერმანულ, ინგლისურ ენებზე, ფრანგულ, სხვადასხვა იტალიურ ენებზე გადაათარგმნა და ერთ-ერთი ეგზემპლარები ყველას რუზველტ, ტრუმენს, ჰიტლერსაც აქვს სტალინისაგან ნაჩუქარი ვეფხისტყაოსანი. ჩვენ რომ ახლა ვამაყობთ რუსთაველის პროსპექტით. რუსთაველის ძეგლი 1940 წელს დაიდგა სტალინის პირდაპირ მითითებით. სტალინის მითითებით შეიქმნა საქართველოში რაც ჩვენ მუზეუმები გვაქვს ყველაფერი. ხელნაწერთა მუზეუმი, საქართველოს ისტორიულ სახელმწიფო მუზეუმი, ყველაფერი ეს საქართველოს განძეულობა ჩვენ რაც აგვაქვს, სტალინმა მთელი რუსეთის იმპერიაში გავრცელება, ესე იგი, მუზეუმებში მოთავსებული და აქედან საქართველოს რუსეთის მე-18 საუკუნეში გატანილი ქართული განძეულობა, ხელნაწერები, ხატები და სხვადასხვა ესე იგი ჩვენი სიმდიდრეები სტალინის ბრძანებით მოძიებული იქნა და თბილისში იქნა ჩამოტანილი და საქართველოს საფრანგეთში გატანილი ექვთიმე თაყაიშვილის ეპოპეა. ამას მთლიანად კურირებდა სტალინი. ექვთიმე თაყაიშვილი თქვენ წაიკითხეთ, მოიძიეთ, არის უკვე ქსელში გამოქვეყნებული ექვთიმე თაყაიშვილის და სტალინის ესე იგი საუბარი, სტალინის საუბარი. ეს ყველაფერი იმ განძეულობას 57 რომ დარჩა ის განძეულობა შემოტანილი ამას ყველას NKVD-ში იყო შექმნილი სპეციალური ანდელი ბერიას ხელმძღვანელობით რომლებსაც ისინი კურირებდნენ და იქ იხდიდნენ ამ მენშევიკების მიერ გატანილი ქართული განძის დარჩენილი განძის ბანკის საფასურს რომ ბანკს არ გაეყიდა ხოდა ამის ყიდვა უნდა და მარჯორი უორდროპს ინგლისელ ჯაშუშს მარჯორი უორდროპს უნდა და ამის ყიდვა მაგრამ ბერია მიუგზავნა მგონი მიხაკა ხო თბილისელი ვაჭარი ებრაელი მიხაკა მიუგზავნა და მაგას აყიდია ეს ყველაფერი და ის ჩალაგამოული უორდროპი ინგლისის აგენტურა ჩალაგამოული დატოვა ხო და მისი კურირები მთლიანად ბერია ხელმძღვანელი გერმანელი ფრანგები რო შევიდნენ იმაში პარიზში ბანკიდან ბერიას ხალხმა ესგანი გადმოიტანა და ეიფელის კოშკის დაბლა სადაც იყო ჯართი თურმე მეტალური იქ იყო დამალული ბერიას ხალხმა აგენტები ეს გაგეცა იქ გადამალეს ეს ჩვენი განძი ომი პარიზის ოკუპაციის დროს რომ გერმანელებს ეს ხელში არ ჩავრთმოდა ასეთი ძალიან ბევრი რამე სტალინის დამსახურება ის რომ საქართველოში იყო ინდუსტრიალიზაცია თბილისის მეტრო თბილისის მეტროს აშენო ყველაფერი რაც ჩვენ გაგვაჩნდია ახლა უბრალოდ დარღვეულია თუ არ არის ფაბრიკა ქარხნები ქართული ინდუსტრიალიზაცია ყველაფერი ეს სტალინის დამსახურება ქალაქ რუსთავის აშენება ქიმიური მეტალურგიული ქარხნის აშენება საავტომობილო ქარხნის აშენება ქუთაისში საავტომობილო მშენებლობის ცენტრი გახდა ყველაფერი შემდეგ ზუსტი ელექტრონიკის და ყველა წარმოების მაღალი ტექნოლოგიების გახსნა საქართველოში რომელიც ესე იგი საქართველოს უკვე მთლიანად იყო დახუძნული აი ესეთი თანამედროვე დონის ფაბრიკებისა და ქარხნებით აგერ ახლა
ერთი თბილისელი ბიჭი წერდა მე კანადაშია ჩასული სამუშაო. და ქარხანაში ნახავ 1972 წელს გამოშვებული ჩარხი თბილისის ჩახშენებული ფაბრიკი. კატანილი აქედან გაგებია. და იქ დღესაც მუშაობს იქ და გამიკვირდაო. და ამიტომ ქართველების ავტორიტეტი ძალიან დიდი გაიზარდა მაშინ საბჭოთა იმპერიაში თბილისი გასამხრებას გადაარჩინა კაცო. თბილისი გადაარჩინა რა თქმა უნდა ეს გასაგებია. ეს ფაქტია ქართველების და გასამხრებას გადაარჩინა თბილისი უმცირესობაში იყო მის შემდეგ აღამაჰმადანის ხანის შემდეგ რომ თბილისი გახდა არაქართული ქალაქი ქართული მოსახლეობის გაჟღეთის შემდეგ აი ბერიამ და ესე იგი სტალინმა ესე იგი ისე დააბრუნეს ქართველობაში თბილისი. დასავლეთ საქართველოსთან მთელი ინტელიგენცია ჩამოასახლა, კულტურა, რამე ყველაფერი რას მათმა გააკეთეს და ახლა მე არ შემილია, არ შევეხო ბატონიშვილი და ამის შემდგომ კაცო როდესაც ამხელა დიდი დამსახურებები აქვს ამ ადამიანებს გაკეთებული ჩვენ ქვეყანაში, ხო? საქართველოს მე აღარ მაქვს საუბარი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე, აღარა მაქვს იმ 15 რესპუბლიკაზე საუბარი, უბრალოდ ამ ჩვენ საქართველოსზე გვაქვს საუბარი, ხო? რაც მათ გააკეთეთ და ამხელა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში და გაძლიერებაში, ხო? როგორ შეიძლება, თუ არ გამოჩნდა ხელისუფლებაში ადამიანი ისეთი, რომელიც გაბედავს. კი, სარისკო არის, იმიტომ რომ სტალინის ახლა ავტორიტეტის წამოწევა და მისი ძეგლების გახსნა საქართველოში ეს იმაში ნიშნავს, რომ ლიბერალური იდეოლოგიის დამსხვრევა არის, განადგურება არის ეს ყველაფერი. ხო, და თუ არ არის ვერ გაქვთ ის ვაჟკაცობა, რომ თქვენ ამით უკვე წერტილი დაუსვათ, თუ კი გაქვთ ამის ისა სურვილი და ამის ნება, წერტილი დაუსვათ ამ ლიბერალურ იდეოლოგიას და მის განვითარებას ამ ქვეყანაში. ეს უნდა გააკეთოთ და მე კიდე რა არის იცი ამას ახლა აღარ ჭირდება აღარც განცხადებების გაკეთება და აღარც ისა რა ქვია არც ამერიკელები დაგიჩნდნენ ამაში და არც ისა ბიჭო ამდენი საფლავები არის მიტოვებული. აი ახლა არ მინდა რომ შევეხო აგერ მაშინ პეტრე-პავლეს სასაფლაოზე 200-მდე ადამიანია დასაფლავებული სამხედრო მოსამსახურე, ესენი არიან ვინც იჭრებოდნენ მაშინ დიდ სამამულო ომში. აქ რომ მოდიოდნენ აქ ჩამოყალიბდათ გოსპიტალში, საკურნალო და შემდეგ გარდაიცვლებოდნენ ისინი და 200-მდე არის დასაფლავებული. საბჭოთა ჯარისკაცები. სამხედროები, ხო, ომის მონაწილეები. 200-მდე არის მათთვის ცალკე გამოყოფილი ტერიტორია და დღეს ახლა რა შევამჩნია იცი მე? ესე იგი იქ მთლიანობაში ეს საფლავები არის მიუხედავი, მოულელი, მიტოვებული და უკანა მხრიდან ნელ-ნელა იყიდება და სამოქალაქო სასაფლაოებად უკვე მოგვევლინება ძალიან მალე. ეხლა რამოდენიმე საფლავი უკვე გამოჩნდა სამოქალაქო საფლავი, ახალი დასაფლავები მიცვალებულები იმ სამხედროების საფლავებზე. გაიგეთ ასე. მისახედია ეს საქმე. მისახედე ხელისუფლება უნდა მიხედოს, გაიგეთ. ხელისუფლება უნდა მიხედოს იმას, რომ ვაკის პარკი ერთხელ სამუდამოდ გააღირსეთ, ბატონო რა მოხდა რა. ეს იმიტომ შეიქმნეს ვაკის პარკი, რომ მთელ საქართველოს იქ მისული იყო და კი გასაგებია მელიტონ კანთარია, ეს არის მართლაც მთელი მსოფლიოსთვის აღიარებული ადამიანი და მე მივესალმე იმას, რომ მისი ძეგლი გააკეთა იქ იმაში კეკვიძის პარკში, მაგრამ ის მათაც ის ვაკის პარკი არის ბოლომდე მისაყვანი და ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლება ბატონო და იცრებლები რომ მოდიოდა კი ბატონო ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლება და რამე ახლა გითხოთ ახლა ეს იმიტომ არის ასე ბატონო ჩვენ წინა გადაცემაში აღვნიშნეთ რომ საქართველოს ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლება არის ძალიან დიდ კოლონიურ მარწუხებში მეტროპოლიდან უნდა გამოვიდეთ დრო არის გამოვიდეთ უკვე დრო ნელ-ნელა უკვე 22 წლიდან უკვე ნელ-ნელა გამოდიან ეწინააღმდეგებიან დასავლეთის ესე იგი ზეწოლას ამერიკის შეერთებული საბჭოების საელჩოს ჩვენთან ამერიკის ელჩი წვითავდა თუ გახსოვთ პოლიტიკური საკითხებზე ავტომანქანების ეხლა წვითავს იმას წვითავს ავტომანქანების პარკირების საკითხს წვითავდა ამერიკის ელჩი ის რო იყო ტენტერიდეგნალი იქალი და ნელ-ნელა ჩვენი ხელისუფლება ჩვენი მართველი პარტია ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ნელ-ნელა წარმატებით უპირისპირდება ამ დასავლეთის ზეწოლას ამ ჩვენი ისტორიული მტრების ზეწოლას ნელ-ნელა და იმედი მაქვს ჩვენ იმედი უნდა გამოვთქვათ აი ამ საკითხშიდაც უკვე ახლა ჯერ შეუძლია დიდი ზეწოლაა მათზე არის ამ თუ არა მე ვიცი რომ ისინი არიან პატრიოტები ქართველი პატრიოტები ხელისუფლებაში მაგრამ დიდი ზეწოლის გამო ვერ აკეთებენ სტალინის სახელის ბატონო შმაგი ახლა მაგას არ ჭირდება უკვე
არა, ნუ ახლა სადღაც ამდენ რაღაცებს ბედავენ უკვე და ასე ოპირისპირდებიან, ხო? ბარემ ესეც გააკეთონ, ეგე უკვე რაც ეს გასაკეთებელია უკვე. ეს სიცხვილეა, უკვე უნდა გააკეთეს. ისიც რა ახლა ჩვენ დრო ძალიან უკვე დასასრულს მივედით უკვე ჩვენ და მე მინდა რომ თქვენ ახლა ვიცით რომ გეგმაში გაქვთ 9 მაისს ღონისძიებებს ატარებთ რაღაც გარკვეულ ღონისძიებებს და უთხრათ ჩვენ ტელემაყურებლებს და მოუწოდოთ რა ასაკეთებთ, როგორ აკეთებთ და როგორ მოხდება ხალხის გადაყვანა ამ ღონისძიებაზე. და ნამდვილად ახლა ჩვენ აქ კიკუძის პარკში ვხდებოდით ხოლმე ყოველთვის აღნიშნავთ აი ამ ჩვენი დიდი წინაპრების დღეს პატივს ვაგებდით მათ და ახლა ხა გადაწყვეტილი გვაქვს რომ შაბათს ჩავიდეთ გორში და პატივი მივაგოთ იმდენ ჩვენ დიდ გმირ წინაპრებს სტალინის სახლ-მუზეუმში მივიდეთ, სტალინს პატივი მივაგოთ ამ ჩვენი დიდ მხედართავად გენერალისიმუს, ჩვენს გადამრჩენელს და ამ დიდ ბუმბერას ქართულ სოფლიოში ცნობილ ბუმბერას ქართულს. ამისათვის თუ გაქვთ სურვილი, მოგმართეთ და ჩავალთ იქ. თქვენ ალბათ ჩაყვანა უფასო არის და მოგმართეთ. თქვენ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ ყველაფერზე. უზრუნველყოფთ, ჩვენ გამოგვიჩნდა დიდი ისინი, რომლებიც თავისი იმით უფასოდ წაგვიყვანებენ, იმიტომ რომ დიდი იდეოლოგია, დიდი იმით არიან შეპყრობილები და ამიტომ თუ გაქვთ სურვილი, შაბათს დილას გავდივართ თბილისიდან გორში და იქ ღონისძიებას გავაკეთებ და ღონისძიებში ბრუნდებით უკან. თუ გაქვთ სურვილი, მოგმართეთ და ყველაფერს დავაორგანიზებთ. დიდი მადლობა ბატონო შმაგი მოგზაურობისათვის, მადლობა იმისათვის რომ თქვენ ასე კარგად ყველაფერი მიაწოდეთ ჩვენ მაყურებელს და ძვირფასო ტელემაყურებლებო და მე მინდა ისევ და ისევ ხელისუფლებას ვიმართო. ხელისუფლებას განსაკუთრებით მინდა ბატონ ბიძინა იზმანიშვილს უთხრათ. სტალინის სახელი არ არის დასავიწყებელი ამ ქვეყანაში. სტალინის აღიარებენ მთელი მსოფლიოში, ის მსოფლიო ლიდერები, რომელნაც მსოფლიო ლიდერებმა იციან თუ რა წვლილი შეიტანა მან მსოფლიო ფაშიზმის დამარცხებაში, ხო? და ამიტომ სტალინს უზარმაზარი საქმეები აქვს გაკეთებული ჩვენ ქვეყანაში საქართველოსათვის და ამიტომ კეთილინებეთ და გაბედეთ და გადადგეთ ის გაბედული ნაბეჯი და წის ძეგლი, ერთი ძეგლი დაგვიდგით საქართველოს დაუდგათ ერთი ძეგლი და ნუ დავივიწყებთ ამ ადამიანის დამსახურებებს და ნუ მივდევართ დღემდე ამ ხრუშჩოვის მიერ ჩასვლილ იმას რაღაცა ქვია იდეოლოგიურ საქმეებს და ერთხელ სამუდამოდ გადავდგათ ეს ვაჟკაცური ნაბიჯი და დავაბრუნოთ ის კაცი საქართველოში. რუსეთი აგერ ხო ხედავ რას აკეთებს და როგორ უკვე დაიწყო ზედმიწევით ამ ძეგლების და აღდგენა და მთელი ამ იმის მისი შემოქმედებების ისა რეალიზაცია და ჩვენ რა დაგვემართა რა გვჭირს ვისი გვეშინია რატო გვეშინია აქა ვართ ხალხი გააკეთეთ მაგეთ თქვენ და თქვენ გველითა ვართ ხალხი და ჩვენ დაგიდგებით გვერდში ბოლომდე და დავიცავთ იმ ღირსებას რომელი ღირსების საფუძველზეც სტალინმა საქართველოს გააძლიერა. დიდი მადლობა რომ მივუყურეთ, გაგაცნობთ მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა მოგცეთ ყველას.